სამი მკვლელი ჩამოვიდა 1941 წლის გაზაფხულზე საქართველოში ერთი ქართველის მოსაკლავად. Როგორ დასრულდა ეს ამბავი მოგიყვებით, მანამდე გეტყვით რომ კახასულუაშვილი გახლავართ მწერალი და გიყვებით ქართულ ამბებს, ქართველებზე იმ ამბებს, რომელთა მოყოლად ჩემი აზრით ღირს. ჩემს უკან თეძმის ხეობა, აი აქ ერთ-ერთ სოფელში ორი ძმა ცხოვრობდა, ზაქარია და სანდრო, რომლებიც ერთმანეთს თურმე სადღაც 40 წლამდე კაცები იყვნენ და ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ უკვე ლამის 10 წელიწადზე მეტი. საერთოდ ხმას არსებდნენ. ხო, არის ხომ ესეთი უცნაურობები და არ ჩვენს ხეობას უჭირს ამგვარი და სწორედ აი ამ ერთ-ერთმა ძმამ, რომელიც ფიზიკურად ორივე ძლიერები ყოფილან, ახოვანები და ეს ზაქარია, რომელიც იყო უმცროსი ძმა, კიდევ უფრო დიდი ყოფილა ამ უფრო ძმაზე ფიზიკურად ძალიან ძლიერი მოჭიდავები არ უჭირს, იცით კარგად ქართლ-კახეთს, არც დანარჩენ საქართველოს და მძღოლი ყოფილა ეს კაცი და ყიზლარში დადიოდა თურმე რაღაც საქმეებზე, კოლმეურნეობა აგზავნიდა და ერთ-ერთი ჩასვლის დროს მოხდა დიდი ჩხუბი. ამ ჩხუბში კაცი მოკვდა, იქ განიხილეს ეს ყველაფერი, ეს კაცი არ იყო მტყუანი და გამოუშვეს, დაკავებული იყო თურმე 1-2 კვირა და მე როდესაც გაირკვა რომ ამის ბრალეულო არ იყო იმ კაცის მკვლელობაში, რადგან ეს ყველაზე დიდი იყო ტანა და რაღაცა გადაწყვიტეს იქაურებმა, იქ ვინც არის ეს ყიზლარი, ეს არის ადგილი დაღესტანში, სამხრეთ რუსეთად დღეს წოდებული, რეალურად დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკაა და ეს ყიზლარი იყო ადგილი, სადაც ქართველები და სხვები კავკასიიდან სხვას აძოვებდნენ და იქ 1000 ჯვრის ხალხი იყრიდა თავს და მეცხვარეები ხშირად ხდებოდნენ სხვადასხვა კუთხის ერთმანეთს. და აი აქ ამ მომხდარ ჩხუბზეა საუბარი, გადაწყვიტეს რატომღაც თურმე არ მინდა დასახელება ერთ-ერთი ერის შვილებმა რომ რადგან ეს სტანად დიდი იყო და ისე ტრიალებდა თურმე იქ რომ მიყარ-მოყარას უყოლა, დარტყმისგან იყო ეს კაცი მკვდარი და სისხლის აღება მოინდომეს ჩამოვიდნენ საქართველოში. დიახ 1941 წლის გაზაფხული, ადრე გაზაფხული და აი ამ ორი ძმიდან როგორც გითხარით ერთმანეთს არც ერთი არ ესაუბრებოდა და როდესაც მოვიდნენ მოაკვლიეს, ეს არ იყო ძნელი მაშინ უკვე დიდი ხნის დასრულებულია კოლექტივიზაცია, საბჭოთა კავშირში კაცის პოვნა არც ერთულია, მოაკითხეს კითხვა-კითხვით, მით უმეტეს კოლმეურნეობა იცოდნენ ყველაფერი და სოფლის გზაზე შემოვიდნენ. პალუტორკები იყო მანქანები მაშინ, აი ომის ფილმებში გინახავთ ალბათ ბევრს, ტონა ნახევარს ზიდავდეთ ამიტომ იყო პალუტორკა. აი ამით მოდიოდნენ გზაზე შემოხვდათ კაცი და გააჩერეს, სახოვანი კაცი იყო თურმე და უთხრესო ასეთ კაცს ხომ არ ეძებთო ჩვენო, იქიდან ვარ წამოსულებიო, ყიზლარიდანო ჩვენი მეგობარიაო და გვინდა ვნახოთ. იღბლიანები აღმოჩნდნენ ყიზლარელები და იმ ძმას შეხვდნენ მისას, ვინც მკვლელი ეგონათ, მკვლელად ვინც მიაჩნდათ. საუბარზე მიხვდა ეს კაცი თურმე რაშიც იყო საქმე მოვაყოლა და თან უთხრა ბოლოს რომ აი თქვენ თუ გონიათ რომ კაი კაცთან მიდიხართ პურის საჭველად ძალიან ცდებითო, მაგასთან პურის გატეხვა არ შეიძლებაო. ერთი სული მაქვს სადმე ჩავიგდოო რომ სული გავაფრთხობინო. გადაამოწმა რა, და მათ უთქვიათ რომ არ ჩვენ ვირდივართ სასიკეთოთო, ჩვენც მაგას ვაპირებთო. მაშინ გასწავლითო უთხრა და თეძამი ადიდებული იყო თურმე და ეს რომ გადახვალთო ფონი უთხრა თურმე მარცხნივ შემოვუყვებთო, იქო ამა და ამ ადგილზე მივხვალ და მესამე სახლია. მოკლედ სანამ ამათ შემოუარეს ეს მოკლეზე გადავიდა ამ თეძამზე, შევიდა სახლში გამოიტანა თოფი და დაუხვდა იქ სადაც თვითონ უნდა რომ დახვედრო და სამივე დაყარა. ძმის მოსაკლავად მოსული სამი კაცი მოკლა და დავიდა დაჯდა როგორც აქ ამობენ ციხეში. დახრდა მიუსაჯეს, მაგრამ ომი დაიწყო ამასობაში და როგორც ხონებული დიდი ნოდარი იყო და ინგას ამბის არ იყოს და გუგარაჩეს არავის არ გახსენებია ეს ამბავი, ეს კაცი მოხალისედ წავიდა ომში, სამჯერ დაიჭრა, ფიზიკურად კიდევ ახლა გეუბნები ძალიან ძლიერი კაცი იყო და ჩამოვიდა. კიდევ 14 წელი იცოცხლა ინჭრილობით მომკვდარა ერთ-ერთით. და ასე განსაჯეთ იმ 14 წლის განმავლობაში შემდეგ კიდე და მანამდე 10 წელიწადი ძმისთვის ხმა არ გაუციათ. არც ერთ ძმას სიტყვა არ შეუწევიათ ერთმანეთისთვის. არის ესეთი უცნაურობები ჩვენს სამშობლოში ესეთი ხალხი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ შეუშლია მას მისადმი ძმური სიყვარულის გამოხატვაში იმას, რომ ძმას არ ელაპარაკებოდა. ძმისშვილებს, ძმისწოლებს ორივენი თურმე დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ, პატივისცემით, ერთმანეთთან ურთიერთობაც ჰქონდათ გადასარევი, მაგრამ აი ძმებს ისე ჩაიტანეს სამარეში, აი საიდუმლო რა მოხდა მათ შორის და რატომ არ საუბრობდნენ ისინი ერთმანეთთან. არასოდეს აი ამ 24-25 წლის განმავლობაში სიტყვა არ გაუცვლიათ არავინ იცის. ფიქრობ, საინტერესო იყო ეს ამბავი და მეტნაკლებად ალბათ დასაფიქრებელი. გაგვჭირს ადამიანებს, როცა ვიღაცისთვის სიცოცხლის გაღება შეგვიძლია და ამ დროს ისე გამწარება, რომ სიცოცხლე არ უღირდეს იქნება იმას. ჩვენ ერთმანეთს კეთილი სიტყვა უთხრათ და ვიფიქროთ მოყვასზე. მშვიდობა თქვენს ოჯახებს, გამომარჯოს ჩვენ სამშობლოს.